საღამომშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩვენ რა თქმა უნდა რუსთაველის გამზირზე როგორც ყოველთვის ვცდილობთ შევიკრიბოთ და ასევე შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს ჩვენეული ხედვით გავაძლიეროთ პროტესტი და შევთავაზოთ ცოდნის გაზიარება. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ვცდილობთ რომ ყოველ საღამოს თუ ამედის პირობები ვიწყობს ხელს, მოვიწვიოთ სპიქერები, საინტერესო ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ ნებისმიერ თქვენს მიერ დასმულ საკითხებზე, პრობლემატიკაზე და ასე შემდეგ. დღეს საღამოს გადავწყვიტეთ დიქტატორულ ლიტერატურაზე ვისაუბროთ და ასევე დღეს საღამოს გვექნება წიგნის გათამაშება. გათამაშებაზე უკვე ლექციის შემდეგ გადავალთ. ჩაერთეთ აქტიურად, საინტერესო ლექციასთან ერთად მიიღებთ არაჩვეულებრივ წიგნს, რომელიც გვაჩუქა გამომცემლობა კიდევ გამოვიწყდა. მარიამ, გამომცემლობის სახელი ინტელექტი, გამომცემლობა ინტელექტმა უკაცრავად კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა. სანამ ლექციას დავიწყებთ, ჩვენ ტრადიცია გვაქვს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად საპროტესტო აუდიტორიასთან ერთად ცდილობს რომ შეაიარაღოს ჩვენი პროტესტის მონაწილეები, გადავცემთ ხოლმე პატარა საჩუქარს. ეს არის გულსაბნევი საპროტესტო აუდიტორიის ილიასა და აკაკის ძეგლის ჰოლოგრამით, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ჩვენთან ერთად ამ პროტესტის გახანგრძლივებისა და გაძლიერებისთვის და სასიამოვნო აუდიტორიის საღამოს გისურვებთ. მადლობა. მოგესალმებით პირველ რიგში. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა როგორც თქვეს შეეხება მე-20 საუკუნის დიქტატორულ ტექსტებს, ესე შეიძლება ითქვას, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, პოლიტიკურ რომანს და ვისაუბრებთ პოლიტიკური რომანის სხვადასხვა სახეზე, ცალკეულ ტექსტებზე, რომელიც ამ მხრივ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ვისაუბრებთ ძირითადად ორ ტენდენციაზე, რომელიც ამ თვალსაზრისით ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, უნებრივია, ორ ტენდენციაზე, რომელიც შეიძლება საყურადღებო იყოს ჩვენთვის, როგორც ამ რეალობაში მცხოვრები, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის. შესავლის სახით უნდა დავიწყოთ ამგვარად, რომ პოლიტიკური რომანი იმ სახით დაახლოებით, რა სახითაც ის მე-20 საუკუნეში არსებობდა და დღესაც განაგრძობს თავის არსებობას, ყალიბდება მე-19 საუკუნის დაახლოებით 70-იანი, 80-იანი წლებისათვის. მიიჩნევა რომ და ხო, დასაწყისში ვთქვათ ესეთი რამე, რომ პოლიტიკური რომანი იყოფა სამ ძირითად, ასე ვთქვათ, ნაწილად, რომელიც მერე თავის მხრივ ლიტერატურათმცოდნეობაში ჩაიშლება კიდე პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, მიმართულებებად, მაგრამ სამი ძირითადი ელემენტი გამოიყოფა, ეს არის ეგრეთ წოდებული კლასიკური პოლიტიკური რომანი, რომლიდანაც დანარჩენი ყველაფერი წარმოიშვება, თუმცა ის კლასიკური ფორმით დღესაც აგრძელებს არსებობას. არის დისტოპიური რომანი, რომელზეც დღეს ნაკლებად გავამახვილებთ ჩვენ ყურადღებას და არის ეგრეთ წოდებული დიქტატორული რომანი, რომელიც წმინდად მე-20 საუკუნის პირმშოა, თუმცა ბორხესიც და სხვა ლათინოამერიკელი მწერლებიც ამბობენ, რომ მას აქვს თავისი წინამორბედი ტექსტები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. კლასიკური პოლიტიკური რომანი დაიბადა ისტორიული რომანის ინტერპრეტაციის საფუძველზე, ესე შეგვიძლია ვთქვათ, და მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი პირველი და შეიძლება ითქვას თანამედროვე აზრით სრულყოფილი ტექსტი ამ მხრივ დაწერა ვიქტორ ჰიუგომ, როდესაც 70-იანი წლების, ესე იგი რა ქვია მაგას, დასაწყისში დაწერა თავისი 93 წელი, ჩვეულებრივ ეს ისტორიულ რომანად განიხილება ხოლმე, თუმცა წარმოადგენს ძალიან კარგ გარდამავალ, ასე ვთქვათ, ტექსტს ისტორიულ რომანსა და პოლიტიკურ რომანს შორის. და მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც ინტერპრეტაცია ხდება სწორედ ამგვარად. ეს არ არის ისტორიული რომანი იმ აზრით, რა აზრითაც ჩვეულებრივ ისტორიული რომანი გამოიყენება ხოლმე, ის ტექნიკური თვალსაზრისით არის მხოლოდ ისტორიული, დანარჩენ შემთხვევაში ტექსტში განხილულია
ის მოვლენები და ის პოლიტიკური თუ სოციალური საკითხები, რომლებიც მაშინ აწუხებდა, ასე ვთქვათ, ფრანგულ საზოგადოებას, უბრალოდ გამოცვლილი არის ისტორიული ვითარება, ესე შეიძლება ითქვას და თანამედროვეობა გადატანილი არის წარსულში. ეს ხერხი მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში იყო პოპულარული და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული იყო, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურად აქტიური, ასე ვთქვათ, მწერლების შემოქმედებაში, რომლებიც, ვთქვათ, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადნენ და ამ თვალსაზრისით ბევრი მათგანის გამოყოფა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე რომ გამოვყოთ, ერთი ეს არის აუცილებლად ჰენრი სენკევიჩი, თავისი რომანი თვიდრე ხვალ უფალო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ რომანად იქცა აღმოსავლეთ ევროპისათვის უპირველეს ყოვლისა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად აღმოსავლეთ ევროპული ლიტერატურა ჩვენში კი არის ნაკლებად პოპულარული, პოლონური, უნგრული ლიტერატურა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპული ლიტერატურის ტრადიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და პატრიოტული და ანტიდიქტატორული, ასე ვთქვათ, სულისკვეთებით იმთავითვე გამოირჩეოდა ეს. აუცილებლად აღნიშნვის ღირსია, ხოლო უკვე მე-20 საუკუნეში, როდესაც თქვათ გერმანულ საზოგადოებას დაემუქრება, ასე ვთქვათ, საფრთხე, იქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ ისეთი კაცი, როგორც არის ჰაინრიხ მანი, ძალიან მნიშვნელოვანი ავტორი და მნიშვნელოვანი ავტორი ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჯერ კიდე 10-იან წლებში დაწერა მან რომანების ციკლი, ასე ვთქვათ, იმპერიის დაცემაზე, მაგრამ ჩვენთვის დღევანდელი ჩვენი საუბრისთვის ყველაზე უფრო საინტერესო შეიძლება იყოს მისი გვიანი პერიოდის რომანი, რომელსაც ქვია ანრი მეოთხე. ეს ორი რომანისაგან შემდგარი ეს არის, რა ქვია, ციკლია, ასე ვთქვათ, ხო? ერთს ქვია ანრი მეოთხე სიჭაბუკე და მეორე ტექსტი წარმოადგენს მის გაგრძელებას, ქართულად მხოლოდ პირველი მათგანი არის თარგმნილი, მეორე აღარ უთარგმნიათ. ჩვეულებრივი მკითხველისათვის ეს ტექსტი არის ჩვეულებრივი ისტორიული, შეიძლება კარგი ისტორიული რომანი, რომელიც შეეხება მე-16 საუკუნის საფრანგეთის ისტორიას. მასში აღწერილი არის მედიჩის მმართველობა, ასე ვთქვათ, ბოლო წლები მისი მმართველობისა და ანრი მეოთხის მოსვლა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში. რატო არის ჩვენთვის ეს ტექსტი მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც ტექსტის იმ პერიოდს, როცა ეს ტექსტი გამოდის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ჰაინრიხ მანი უკვე ემიგრაციაშია და შესაბამისად 30-იანი წლების შუაში ფაშიზმით შეწუხებულ გერმანელ მწერალს რატო უნდა დაეწყო წერა მე-16 საუკუნის, ასე ვთქვათ, საფრანგეთის ისტორიის შესახებ, ხო? ერთგვარი მით უმეტეს პოლიტიკურად იმდენად აქტიურ მწერალს, როგორც ჰაინრიხ მანი იყო, მოგეხსენებათ, ეხლა 30-იან წლებში არა, მაგრამ 10-იან და 20-იან წლებში ჰაინრიხ მანი ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია, თავის უმცროს ძმაზე, თომას მანზე გაცილებით მნიშვნელოვანი მწერლად ითვლებოდა. გავიგერო დღევანდელი განმოსახედიდან ეს შეფასება შეიძლება მცდარი იყოს, მაგრამ იმისთვის, რა ქვია, გერმანული ნეორომანტიზმისთვის ჰაინრიხ მანი ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია. მაგრამ რა არის აქ საინტერესო? საინტერესო არის ის, რომ ეს ტექსტი წარმოადგენს ერთგვარ წინასწარმეტყველებას, ესე მიიჩნევა ყოველ შემთხვევაში, წარმოადგენს ერთგვარ წინასწარმეტყველებას იმ მოვლენებისთვის, რომლებიც ამ პერიოდში 30-იან წლების განმავლობაში და 40-იანის დასაწყისში გერმანიაში ვითარდება. და ტექსტი ცნობილია ორი მნიშვნელოვანი ელემენტით. პირველი ეს არის მისი მთავარი პერსონაჟი ეკატერინე მედიჩი, რომელიც ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული ქალი პერსონაჟია ზოგადად მაშინ, რა ქვია, ქრისტიანულ ლიტერატურაში, ესე შეიძლება ითქვას. და იგი წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას და შეიძლება საუკეთესო ინტერპრეტაციასაც კი შექსპირის ლედი მაკბეტისა, ესე შეგვიძლია ვთქვათ. და საინტერესოა იმდენად კიდე, რომ ეს პერსონაჟი არის ცხადია ჰიტლერის ინტერპრეტაცია, თუ ესე შეიძლება ითქვას, ოღონდ სქესი არის ამ შემთხვევაში შეცვლილი.
და ერთ-ერთი პირველი გამოხმაურებაა დრამატული ფორმით სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი გამოხმაურებაა რომელიც ზოგადად მსოფლიო ლიტერატურას ჰქონდა ფაშისტურ რეჟიმზე და ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა ეს გახლავთ ტექსტი რომელშიც არის ყველაზე ცნობილი სცენა ბართლომეს ღამისა ამაზე ცნობილი არ დაუწერიათ და საინტერესო აქ არის ჰაინრიხ მანის პოზიცია მოგეხსენებათ ტექნიკურად თუ ავიღებთ ბართლომეს ღამე ეს არის ისტორიული მოვლენა რომელშიც კათოლიკეები ასე რომ ტექსტში ესეა ყოველ შემთხვევაში რომელშიც კათოლიკეები ხოცავენ პროტესტანტებს რა და იქ დეტალურად არის აღწერილი მთელი ღამის სცენები ხოცვა ქუჩაში სახლებში შევარდნები ქვამების გამოყრა ფანჯრიდან და ქუჩაში დატოვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საქმე ის გახლავთ რომ ჰაინრიხ მანი აქ ძალიან კარგ ლიტერატურულ თამაშს თამაშობს რომლის მიხედვითაც ის თითქოს წინასწარმეტყველებს ებრაელების მიმართ უკვე დაწყებულ მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ განვითარებულ მოვლენებს მათ დევნას ასე ვთქვათ გერმანულ სახელმწიფოში და იქ არის ესეთი მოცემულობა რომ გადათამაშებული არის შემდეგი დეტალი ეს ცნობილი დეტალია ამას ჯერ კიდე ჰენრი სენკევიჩი იყენებს თავის ტექსტში როდესაც ქრისტიანებისა და რომაელების უბრალოდ რომაელებისა და ქრისტიანების დაპირისპირებაში გადაათამაშებს ავსტრიის იმპერიისა და აჯანყებული აღმოსავლეთ ევროპელების ისტორიას აქ ამ შემთხვევაში არის გაკეთებული ესე რომ ავტორი როგორც კათოლიკ ტექსტში მართალია კათოლიკეები ხოცავენ პროტესტანტებს, მაგრამ ავტორი და მისი თანამედროვე მსოფლიოსთვის ამაში ორი აზრი აბსოლუტურად არ იყო და ყველასთვის ცხადი იყო, რასაც გულისხმობდა მწერალი, აღწერს უკვე პროტესტანტების დაპირისპირებას მათგან რელიგიურად და თქვა შეიძლება ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებთან, ამ შემთხვევაში ებრაელებთან და ეს გადათამაშება ითვლება რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადათამაშებაა პოლიტიკური რომანის კლასიკური პოლიტიკური რომანის კონტექსტშია რა. აი ამ კლასიკური პოლიტიკური რომანიდან როგორც გითხარით განვითარდება ორი მიმართულება, ერთი დისტოპიური, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელიც რომელიც ყველაზე ცნობილი ტექსტიც ალბათ არის 1984, ეს სხვა სალაპარაკო არ რამდენად სამართლიანად რამდენად უსამართლოდ, ხოლო მეორე მხრივ განვითარდება დიქტატორული რომანი. პირველი დიქტატორული რომანი იწერება 20-იანი წლების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ დიქტატორულ რომანს ვიცნობთ, ეს არის 1923-33 წლები, ესეთი და მისი ავტორი გახლავთ დიდი სამხრეთ ამერიკელი მწერალი მიგელ ანხელ ასტურიასი. თვითონ ტექსტი უშუალოდ როგორც ლიტერატურის მკვლევარები ხშირად აღნიშნავენ, ეყრდნობა ნამდვილ ასე ვთქვათ მოვლენებს თვითონ ასტურიასი პროფესიით ყოველთვის საქმიანობით თავის ცხოვრების გარკვეულ ნაწილში იურისტი გახდა და იგი ჩახედული იყო ცალკეულ სასამართლო პროცესებში, რომელიც იმართებოდა 20-იანი წლების დასაწყისში დიქტატორების ასე ვთქვათ წინააღმდეგ, თუმცა თავად ტექსტი გაცილებით გვიან გამოიცა, 40-იან წლებში გამოიცა, ერთგვარად დააგვიანა და ამიტომაც არის რომ დღეს მაგალითად როცა მაგიურ რეალიზმზე ლაპარაკობენ ხოლმე, სიმბოლურად ყოველთვის 30-იანი წლების შუაში ბორხესის მოთხრობების პირველი კრებულის გამოცემით იწყებენ და არა ასტურიასით, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მეორე ქრონოლოგიური თვალსაზრისით ასტურიასის რომანი სხვებს წინ უსწრებს რა. ეს ტექსტი საინტერესო აღმოჩნდება იმდენად, რამდენადაც სათავეს დაუდებს ზოგადად დიქტატორულ რომანს და მისი აღორძინება, მისი იდეების აღორძინება, ესე შეიძლება ითქვას, ჯერ 40-იან 50-იან წლებში იქნება მნიშვნელოვანი, ისეთი დიდი კუბელი მწერლის მიერ, როგორც იყო ალეხო კარპენტიერი და მერე უკვე 60-იან 70-იან წლებში ეგრეთ წოდებული ბუნთაობის წარმომადგენლების მიერ მოგეხსენებათ დიქტატორულ რომანში სამი მთავარი წიგნი გამოიყოფა, ყოველ შემთხვევაში ლიტერატურული ტრადიცია ესე აღნიშნავს. ეს არის საკუთრივ ასტურიასის რომანი სინიორ პრეზიდენტი, მეორე რომანი ასე ვთქვათ ქრონოლოგიური თვალსაზრისით მეორე რომანი ეს არის მარკესის პატრიარქის შემოდგომა, რომელიც წარმოადგენს ასტურიასის რომანის ასე ვთქვათ პირდაპირ ინტერპრეტაციას და იმ ხარვეზების გამოსწორების მცდელობას,
რომელიც მარკესის თვალსაზრისით ამ რომანს ჰქონდა და მესამე რომანი, რომელიც დაიწერება უკვე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იწერება და არის მესამე რომანი, რომელიც 90-იანი წლების მიწურულს იწერება უკვე ასევე დიდი ლათინოამერიკელი ავტორის ლიოსას მარიო ვარგას ლიოსას რომანი ვაცის ნადიმი არა აქ უნდა აღვნიშნოთ რომ შუალედში ძალიან ბევრმა მწერალმა სცადა და გამოუვიდა დიქტატორული რომანების წერა უფრო მეტიც არსებობს ესეთი მოგონება რომ თითქოს ამ პერიოდში ძალიან პოპულარულმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მაგრამ უკვე პოპულარულმა მწერალმა კარლოს ფუენტესმა შეკრიბა ერთ-ერთ ასე ვთქვათ ლიტერატურულ შეხვედრაზე შეკრიბა თავისი თანამედროვე ზოგიერთი უფროსი მაგრამ თავისი თანამედროვე ავტორები და იქ წამოაყენა იდეა იმის შესახებ რომ თითოეულ მწერალს თითქოს ვალდებულება უნდა აეღო იმისა რომ დაეწერა ერთი წიგნი მაინც აუცილებლად მის სამშობლოში არსებული დიქტატორული რეჟიმის შესახებ და ძალიან ბევრი ტექსტი მერე რომელიც დაიწერება სწორედ მიიჩნევა ყოველ შემთხვევაში რომ სწორედ ამ მოწოდების შედეგად დაიწერება თავად კარლოს ფუენტესი მოგეხსენებათ დაწერს თავის ცნობილ წიგნს არტემიო კრუსის სიკვდილის თქვა დიქტატორული რომანი არ არის მაგრამ პოლიტიკური რომანის ჭრილში შეგვიძლია გავიყვანოთ ეხლა სანამ გავაგრძელებდეთ საუბარს ერთი პატარა დაზუსტება უნდა შემოვიტანოთ დისტოპიურ ტექსტ განსხვავება მნიშვნელოვანი განსხვავება დისტოპიურ ტექსტებსა და კლასიკურ დიქტატორულ რომანს შორის იმიტომ რომ ფორმის თვალსაზრისით ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს და თქვათ ესე ერთი შეხედვით მათი ერთმანეთისაგან განსხვავება ცოტა ძნელია. Ჩვენ მკითხველისათვის მე ვიცი ხერხი, რომელთაც მათ ეს ორი ტექსტი ამ ორი ტიპის პოლიტიკური ტექსტი ერთმანეთისაგან შეიძლება განასხვავოს დისტოპიური რომანისათვის, რომელსაც თქვათ მათ შორის ეკუთვნის მისი რა ქვია ალბერ კამიუს რომანი შავი ჭირი დისტოპიური რომანისათვის დამახასიათებელია ესეთი მოცემულობა რომლის მიხედვითაც ბოროტების სათავე ბოროტების ძალაუფლების ვერტიკალი ცხადი არ არის ის ხშირად წარმოგვიდგება როგორც უსახელო კი არა მხოლოდ არამედ უსხეულო ერთი ადამიანის ხელში არ გაერთიანებული ძალაუფლება ძალიან ხშირად წარმოგვიდგება ხოლმე როგორც რაიმე ტიპის სტიქიური უბედურება ან წარმოგვიდგება როგორც პანდემიის ფორმის ასე ვთქვათ მოვლენა მაგალითად კამიუს სწორედ ამ ხერხს იყენებს გასაგებია რომ იქ ის გვიანი შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსის ტექსტებს აინტერპრეტირებს მათ შორის შეიძლება ვთქვათ ბოკაჩოს დეკამერონს მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მნიშვნელოვანი შესაბამისად დისტოპიურ ტექსტებში ყოველთვის ძნელია ხოლმე დაპირისპირება ძალაუფლების ვერტიკალთან მიუხედავად იმისა რომ ადამიანები იბრძვიან ამ ბრძოლას აგრძელებენ შეიძლება იღუპებიან კიდევადაც ამ ბრძოლაში ხო მათი ბრძოლის შედეგი სრულიად გაუგებარია და ძალიან ხშირად ეს ბრძოლა ისევე გაუგებრად მთავრდება როგორც დაიწყო. ანუ ძალაუფლების ვერტიკალი ზოგჯერ თვითონ დაიხევს ხოლმე უკან ან თქვათ მთავარი გმირი შეიძლება თქვათ გარბოდეს ტყეში ან კიდე სადმე რა მნიშვნელობა აქვს და ამგვარად აღწევდეს თავს თქვათ ძალაუფლების ვერტიკალის გავლენას. აი ამ მოცემულობისაგან განსხვავებით დიქტატორულ რომანში ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის ესე შეგვიძლია ვთქვათ ძალაუფლების ვერტიკალი პერსონიფიცირებულია. ის არ არის გამოხატული არც რაღაცა შავი ჭირის სახით, არც რომელიმე სხვა პანდემიის ან მისი სტიქიური მოვლენის სახით, არც ესე არ წერია არსად რომ დიდი ძმა გვიყურებს და რაღაცა ესეთი ხდება, არც მეტაფორული ელემენტი არ შემოდის ამ შემთხვევაში თხრობის დროს წინა პლანზე, თქვა როგორც ეს შეიძლება ხდებოდეს
ცხოველების ფერმაში. ყოველთვის ერთი ადამიანია, შეიძლება სახელის მქონე, შეიძლება არც ვთქვათ სახელის მქონე, მაგრამ ერთი ადამიანია და მისი გარემოცვა, რომელიც ამ ძალაუფლებას განახორციელებს. შესაბამისად, ყურადღება ყოველთვის მახვილდება ხოლმე კონკრეტულ ადამიანურ მახასიათებლებზე, რომელიც ამ ადამიანს ან მის გარემოცვას აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებსაც, ვინც თქვათ, ამ ძალაუფლების რეჟიმის ქვეშ ცხოვრობს, მათთვისაც დაპირისპირება შედარებით იოლია. ყოველ შემთხვევაში, მკვლელობაც კი შესაძლებელია, ხო? მთავარი გმინისა და შესაბამისად ადამიანებს მეტი შანსი აქვთ მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ თვალსაზრისით აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დიქტატორული რომანი დისტოპიური ტექსტებისაგან განსხვავებით გაცილებით იმედიანია და გაცილებით მეტ შანსს აძლევს, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, ასე ვთქვათ, აპირებდნენ. ხო, აქვე ბარემ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასტურიასი, რომელიც წეღან ვახსენეთ, მნიშვნელოვანი ავტორი არის მათ შორის იმიტომაც, რომ მას ორივე პოზიციიდან აქვს აღწერილი დიქტატორული რეჟიმი, ვთქვათ, სინიორ პრეზიდენტის მაგალითზე ის აღწერს ძალაუფლების ვერტიკალს და ასე ვთქვათ, ზედაგადმოსახედიდან აღწერს, თუ შეიძლება ესე ითქვას, მიმდინარე მოვლენებს, მაშინ როდესაც მას აქვს დღეს ჩვენთან გაცილებით ნაკლებად პოპულარული, საბჭოთა საქართველოში პოპულარული, ასე ვთქვათ, მისი ტექსტი, რომელსაც ქვია დამარხულთა თვალები, საიდანაც პირიქით, ასე ვთქვათ, ის აღწერს უშუალოდ ბრძოლას და დაპირისპირებას დიქტატორთან და მის ხელისუფლებასთან. უბრალოდ რადგან ასტურიასი, ისე როგორც ბევრი სხვა ავტორი ლათინური ამერიკისა, ლიოსას გამოკლებით, ხო, ლიოსას და შესაძლოა კორტასარის გამოკლებითაც, უფრო მემარცხენე პოზიციებზე იყო თავისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვთქვათ, ლათინოამერიკული ლიტერატურის ეს მემარცხენე იდეოლოგიურად მემარცხენე კორპუსი ჩვენი ტიპის საქართველოს გამოცდილების ტიპის ქვეყნებში შედარებით მეორე პლანზე გადავიდა და უფრო ვთქვათ სხვა ტექსტები დარჩა. მაგრამ ამ თვალსაზრისით ახლა ამ წუთას ჩვენ არ ვლაპარაკობთ, არ გვაინტერესებს ვთქვათ ამ შემთხვევაში დიქტატორის წინააღმდეგ მემარცხენეები იბრძვიან, მემარჯვენეები იბრძვიან, უბრალოდ თავისუფლების მოყვარული ადამიანები იბრძვიან თუ როგორ არის. დიქტატორულმა რომანმა შექმნა და ალბათ თავი რო არ მოგაწყინოთ, ამაზე იქნება კარგი თუ გავამახვილებთ ყურადღებას. დიქტატორულმა რომანმა მას არ გამოუგონია, მაგრამ უმაღლეს წერტილში თუ ესე შეიძლება ითქვას, აიყვანა ბოროტების იდეის გამოხატვა და შექმნა კონკრეტული სახე იმ ადამიანისა და ადამიანთა ჯგუფისა, რომელიც ძალაუფლების სათავეში დგას. ამას სხვანაირად ეგრეთ წოდებულ რიჩარდულ ფორმულას უწოდებენ ხოლმე, იმდენად რამდენადაც თავად იდეა შექსპირს ეკუთვნის და მიიჩნევა, რომ პირველად ის სრულყოფილი სახით, ასე ვთქვათ, შექსპირის რიჩარდ მესამეში განხორციელდა, მოგეხსენებათ ისიც პოლიტიკური ტექსტია, მაკბეტისა არ იყოს და მისი მახასიათებლები ყალიბდება ამგვარად. პირველი მახასიათებელი, რომელსაც ყველა ავტორი, აბსოლუტურად ყველა ავტორი, თუკი ტრაგედიას წერს, ოღონდ ეს ამ შემთხვევაში მუშაობს, მხოლოდ დიქტატორული რომანი ტრაგედიაა, თუმცა პოლიტიკური რომანი კომიკურიც შეიძლება იყოს და ამის მაგალითად შეგიძლიათ გაიხსენოთ თავის დროზე ძალიან პოპულარული გერმანელი მწერლის ლეონ ფოიხტვანგერის წიგნი ცრუნერონი, რომელიც ერთ-ერთი ასევე თავის დროზე ძალიან პოპულარული პოლიტიკური ტექსტი იყო, სადაც ის აშარჟებს, ასე ვთქვათ, ჰიტლერის ხელისუფლებას. მოკლედ, პირველი მახასიათებელი ამ რიჩარდული ფორმულისა, ეს არის დიდი შინაგანი ენერგია. ეს ადამიანები არც ხვებზე ჭკვიანები არიან და ეს მნიშვნელოვანია. არც ხვებზე მეტად შეუძლიათ რაიმეს დაგეგმვა, არც ანალიტიკური უნარები არ აქვთ ხვებზე მეტი, არამედ აქვთ უბრალოდ დიდი შინაგანი ენერგია. ამ შინაგან ენერგიას ნიჩე დიონისურ ენერგიას უწოდებს და დაახლოებით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ამბავი. უბრალოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ენერგია იმდენად დიდია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ენერგიას ფლობენ, თვითონ კი არ მართავენ მას, არამედ თავად იქცევიან იარაღად, ასე ვთქვათ, ამ ენერგიის
ხელში. აი შეიძლება ვთქვათ მათ შორის ქართულ ჩანაწერებშიც, რომელიც 20-ან 30-ან წლებს შეეხება და დღეს აქტიურად გამოიცემა, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ხშირად აღნიშნავენ ხოლმე იმას, რომ ვთქვათ, იგივე ბერიას რაღაცა განსაკუთრებული მზერა ქონდა, ან განსაკუთრებული აურა ქონდა, ან სტალინს განსაკუთრებული მზერა და აურა ქონდა. სინამდვილეში ადამიანები ლაპარაკობენ სწორედ ამ ენერგიის შესახებ და არა რომელიმე სხვა მახასიათებლის შესახებ. მეორე თვისება, რომელიც აი ამ ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ, ეს არის ჰედონიზმი. ოღონდ ჰედონიზმი ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით და არა ვიწრო მნიშვნელობით. მოგეხსენებათ, ჰედონიზმი ნიშნავს განსაკუთრებულ მიდრეკილებას სიამოვნებისაკენ. რაც უფრო სამხრეთელია ავტორი, არა, ეს სიამოვნება უფრო მეტად ფიზიკური სიამოვნების ფორმით გამოიხატება ხოლმე. მაგალითად მარკესის ან ლიოსას რომანებში ხშირად შეხვდებით, როდესაც თავარი გმირი ვიღაცებს აუპატიურებს, მაგალითად ვიღაცებს აწამებს, მაგალითად ან რაიმე გვარ თქვათ ფინანსური მომხვეჭელობის რაიმე ჟესტს ახორციელებს. რაც უფრო ჩრდილოელია ავტორი, მით უფრო მეტი ყურადღება გამახვილებული ეგრეთ წოდებულ სულიერ სიამოვნებებზე, ვთქვათ, მაგალითად манипуляციის უნარზე, სხვისი წამებით ტკბობაზე, თავად საკუთრივ ძალაუფლების განხორციელებით მიღებულ სიამოვნებაზე, ხო? არ არის აუცილებელი, რომ ტექსტში ეს ორი რამე გამიჯნული იყოს ერთმანეთისაგან, როგორც წესი ხშირად ერთ კონტექსტში არის ხოლმე, ერთ სცენაში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი განხორციელებული. დიახ, მადლობა. ესე იგი, რას ლაპარაკობდით? ლაპარაკობდით იმაზე, რა ქვია, სიამოვნებაზე ვლაპარაკობდით, ხო? და ჩვენ დაუბრუნდებით აუცილებლად ამ იმას, რა ქვია, ამ საკითხს. მესამე მახასიათებელი, რომელიც ჩემთვის ყველაზე უცნაური მახასიათებელია და რომელსაც ასევე ყველა ავტორი გამოყოფს თავის წიგნში, ეს არის ერთგვარი მაგნიტიზმი, რომელიც ახასიათებს ძალაუფლების ვერტიკალს და მის სათავეში მოქცეულ ადამიანს. რას ნიშნავს ახლა ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ გასაგებია, რომ ამ ტიპის ხელისუფლება, ამ ტიპის ძალაუფლება ბუნებრივად იზიდავს იმთავითვე უარყოფითი თვისებების მატარებელ ადამიანებს, თქვათ, იმათ, ვისაც რაიმე ტიპის პირადი ინტერესები აქვთ, სხვადასხვა სახისაა რა, მაგრამ მნიშვნელოვანი და ყველაზე ცუდი და საშინელი, ასე ვთქვათ, ამ სისტემაში არის ის, რომ ეს სისტემა თავის მხრივ ჩაითრევს და თავის მხარეს გადაიბირებს, ოღონდ ეს არ არის ალბათ სწორი სიტყვა, ადამიანებს, რომლებსაც სხვა სიტუაციაში, სხვა ვითარებაში რომ ეცხოვრათ, რადიკალურად სხვანაირად მოიქცეოდნენ და რადიკალურად სხვანაირად იცხოვრებდნენ. აი და ახლობით ამგვარად. ამის აღსანიშნავად მე უკეთესი სცენა არ ვიცი, როგორიც არის, თქვათ, რომელიც უწერია ლიოსას თავის ვაცის ნადიმში, იქ არის ესეთი სცენა, ვისაც გახსოვთ, როდესაც ტრუხილიო დიქტატორი ცდილობს იმანიპულიროს თავისი ძალიან ერთგული ადამიანით, ტექსტის მთავარი გმირის ურანიას მამით და მას ელაპარაკება იმის შესახებ, რომ შეიძლება არ იყოს ცუდი, თუკი იქამდე სანამ ბოდიში გადავხდი, იქ არის ესეთი რამე, რომ ის ელაპარაკება ამ კაცს, ელაპარაკება, რომ თითქოს მან გაიგო ინფორმაცია ამ ადამიანის, მისი ერთგული, ესე იგი, რა ქვია, თანაშემწის, სამხედრო პირის შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ. თუმცა წინასწარ იცის, რომ არავითარი შეთქმულება არ მზადდება, წინასწარ იცის, რომ ეს კაცი არც არაფერში არ მონაწილეობს, უბრალოდ ტკბება იმით, როგორ იტანჯება ეს ადამიანი, როცა ტრუხილიო ამას უყვება და ამ საუბრდა, რა თქმა უნდა, იქ არის, რომ არა როგორ გეკადრებათ და მე როგორ ვიზამდი და ვინ გითხრათ ეს ამბავი და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ეგეთი შეთავაზება, რომელსაც ტრუხილიო აკეთებს, რომ ის თავაზობს, რომ ესე იგი, კარგი იქნება თუ შენს ქალიშვილს, ესე იგი, ქალაქგარეთა სახლი, ესეთი რაღაცა დაწესებულება, თუ ესე შეიძლება ითქვას, სადაც ტრუხილიოს, რომელიც ცნობილია თავისი სიყვარულით, ქართულად ამას უწლოვანი ქვია და
ჩვენ ენაზე ალბათ იქნება ადრეულ თინეიჯერულ ასაკში მყოფი გოგონების მიმართ, სადაც მას მიყავს მის, ასე ვთქვათ, უშიშროების სამსახურს, მიყავს ეს გოგოები, იქ ტრუხილიო მათთან სექსით კავდება, გაუპატიურებით და ასე შემდეგ. მოკლედ საშინელი სცენები. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კაცს ეუბნება, რომ ჩემი ხალხი მოვა შენთან სახლში და გოგო უნდა გამოატანო. და შეიძლება არ იყოს ცუდი. ეხლა რატომ ყვები ამ ამბავს? ყვები, იმიტომ რომ როცა ამ ტექსტს ადამიანი კითხულობს ბუნებრივად ან ისმენს, მით უმეტეს ბუნებრივად რჩება შტაბეშტილა, რომ ეს საშინელი ადამიანია, დიქტატორზე არ ვამბობ, მამაზე ვიძახი. საშინელი ადამიანია, იმიტომ რომ ამას ყველაფერს ისმენს და ერთადერთი განცდა, რომელიც მას აქვს, არის შიშის განცდა და მე ტექსტშიც ხშირად არის აღნიშნული, რომ ეს კაცი სულ არ არის ცუდი კაცი, იდეაში თავის მხრივ ძალიან ნორმალური ადამიანია და შვილის მიმართაც ძალიან კარგი მამაა, კეთილი მამაა, ისეთი ცდილობს, რომ ყველაფერი რაც საუკეთესო შეიძლება შვილს გაუკეთოს. რა ტრაგედია სხვა რამეშია, ტრაგედია იმაშია, რომ ეს კაცი როცა სახლში მიდის და საკუთარ ქალიშვილს, ასე ვთქვათ, ეურთიერთობება, იქ სერიოზული სახით ცდილობს აუხსნას საკუთარ ქალიშვილს, რომ იქნება არ იყოს ცუდი, მართლა არ იყოს ცუდი, თუ ის ყოველგვარი ზედმეტი, ესე იგი, რა ქვია მაგას, პანიკის გარეშე და ყოველგვარი ზედმეტი გართულების გარეშე გაყვება ამ კაცებს მართლა ქალაქგარეთა სახლში, იმიტომ რომ ამან და ცდილობს რომ ეს გააკეთოს ლოგიკურად, ყოველ შემთხვევაში მსჯელობის თვალსაზრისით ლოგიკურად, იმიტომ რომ ამან შეიძლება გარკვეული ბენეფიტები მიცეს ცხოვრებაში, უსაფრთხოდ აგრძნობინოს მას თავი და ასე შემდეგ. ჩემს სტუდენტებს როცა ამას უყვები ხოლმე, ყოველთვის უხსნი რომ არ არის აუცილებელი აი ეს რაღაცა მიზიდულობის ძალა, მაგნიტიზმი, რომელიც ამ ტიპის ძალაუფლებებს ყოველთვის ახასიათებს, არ არის აუცილებელი, რომ ამ საშინელი ფორმით გამოიხატებოდეს. სრულიად საკმარისია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ეყოლება ნაცნობი, მეც ყავს ასეთი ნაცნობები, რომელსაც შეიძლება, რა ვიცი, ხა კაცი არ ყავს მოკლული ცხოვრებაში, შეიძლება ბოროტება ესე პირადად არავისთვის არ გაუკეთებია, მაგრამ შეიძლება სტალინისტია, მაგალითად, რა. ეს ზუსტად იგივე ფენომენია, აბსოლუტურად. როგორღაც ლიოსაც ამბობს, რომ ამისი ახსნა მან არ იცის და არც არავინ არ იცის, როგორ ხდება ეს, როდესაც პრინციპში ცალკე აღებული წესიერი ადამიანის გონებაში ეს ორი მოცემულობა ერთმანეთს არ უპირისპირდება, ანუ რაღაც რასაც ემსახურება, ვიღაც ვისაც ემსახურება და მეორე მხრივ მისი პირადი პატიოსნება. ყველაზე კარგად აი ქართული ლიტერატურით და რომ გავიხსენოთ მაგალითი, იყო ესეთი კაცი მიხეილ გალობლიშვილი, ძალიან საინტერესო წერალი, ასე ვთქვათ, ქართული ლიტერატურისათვის, ახლა მას წერლობა არ უნდა და უბრალოდ საკუთარი მოგონებების ფანტასტიკური წიგნი დაწერა, რომელსაც ქვია 1927 და იქ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ყვება მოკლედ. ყვება ესეთ თავის ნაცნობზე ყვება და ყვება რომ ერთ ეპიზოდში ამბობს რომ ეს არის ძალიან კარგი კაცი, ძალიან პატიოსანი კაცი და მას კარგი ნაცნობობა აკავშირებს ამ ადამიანთან და მეორე ეპიზოდში ყვება რომ ეს კაცი არის ბერიას მარჯვენა ხელი. როგორ ხდება ისე, რომ მიხეილ გალობლიშვილი, რომელიც თავის მხრივ ძალიან პატიოსანი კაცია და ძალიან წესიერი კაცია, ერთმანეთს ვერ უპირისპირებს თავის ნაცნობში ამ ორ ინფორმაციას, რომ კაი კაცია, კეთილი კაცია და არის არაჩვეულებრივი და მეორე მხრივ ბერიას მარჯვენა ხელია, ეს ორი რამე ერთად როგორ შეიძლება ხდებოდეს მიხეილ გალობლიშვილის თავში, მაშინაც კი როცა ის დაპატიმრებულია, მაშინაც როცა დახვრეტას ელოდება და მერეც როცა გადასახლებულია, წინააღმდეგობას ეს ორი ინფორმაცია აბსოლუტურად არ იწვევს. უფრო მეტიც წინააღმდეგობას არ იწვევს მაგალითად აი 20-იანი 30-იან წლებში გადასახლებული ადამიანების მოგონებებში ხშირად შეხვდებით ესეთ დეტალებს, რომ მაგალითად გადასახლებული ქართველები ციმბირში შეიკრიბნენ, კრება ჩაატარეს და საერთო წერილი მიწერეს სტალინს იმის ასე ვთქვათ მოწოდებით, რომ ის შეცდომაში არის შეყვანილი და მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ. უფრო მეტიც ერთ-ერთ წერილში მაგალითად ერთ-ერთ მოგონებაში უბრალოდ აღნიშნულია ესეთი რამე, რომ ჩვენ შევიკრიბეთ გადასახლებულები არიან ცოლები, გადასახლებულები, სახლები წართმეული, უბედური ხალხი. და ისინი შეიკრიბნენ და ვილაპარაკეს იმის შესახებ და დაასკვნეს, აი წარმოიდგინეთ რა დაასკვნეს, რომ მათ დაპატიმრებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მათ დაპატიმრებაში
გერმანიის დაზვერვის ხელი ურევია და რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები კარგად მუშაობენ საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ ამდენი ერთგული ბოლშევიკი დაიჭირეს და გადაასახლეს ამათმა და შესაბამისად მოუწოდებენ მთავრობას, გადასახლებული ხალხს. მთავრობას მოუწოდებს რომ გამოიძიოს ეს საქმე აუცილებლად. აი, სინამდვილეში ჩვენ რო გგონია რომ შეიძლება ჩვენ არ დაგვემართოს ან რაღაცა ჭკვიან ადამიანს არ დაემართება, არავითარ კავშირში ეს, როგორც ლიოს ამბობს და როგორც მარკესიც ამბობს, არაფერ კავშირში ეს არ არის იმასთან, რამდენი ისწავლა ადამიანმა, რამდენი წაიკითხა, რამდენი გაიგო, აბსოლუტურად არ არის კავშირში, როგორ ემართებათ ადამიანებს, ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ ემართებათ, აი დაახლოებით ეს. და მეოთხე მახასიათებელი, რომელიც ჩემი საყვარელი მახასიათებელია, გულს ყველად გითხრათ, იმიტომ რომ ყველა ავტორი აღნიშნავს, რომ ამგვარად სამყარო თავს იცავს ესეთი ადამიანებისაგან, ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში მყოფი ადამიანებისაგან, ეს არის თვითგანადგურების ინსტინქტი. საქმე იმაშია, რომ თავიდან როცა ყველა ეს თვისება ცხადია გამომდინარეობს იმ რაღაც ტიპის ენერგიისაგან, რომელიც ამ ხალხს აქვს. და როგორც თავიდან აღნიშნეთ, ეს ადამიანები ვერ მართავენ ამ ძალაუფლებას, პირიქით თვითონ არიან მისი ერთგვარი იერარქი და შესაბამისად ამ ძალაუფლების განხორციელების პროცესში ისინი უშვებენ საბედისწერო შეცდომებს, რომელიც ლოგიკურად იმთავითვე ცხადია, რომ არც საჭირო არ არის, არც აუცილებელი არ არის და პირიქით მავნებელია მათივე ძალაუფლებისთვის, მავნებელია რაღაც ჰუმანიზმის სახელით კი არა, უშუალოდ მათი ძალაუფლებისათვის. თუმცა ეს ადამიანები მაინც განუწყვეტლივ ახორციელებენ ამგვარ ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში, ამბობენ ავტორები, საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიწვევს თავის მხრივ მათი ძალაუფლების დამხობას. ერთადერთი მოცემულობა, რომელსაც ისინი აღნიშნავენ, არის ეგეთი მოცემულობა, რომ ამ ტიპის შეწინააღმდეგება, ასე ვთქვათ, ამ ტიპის გამოწვევასთან შეუძლიათ თავის მხრივ შინაგანი თვალსაზრისით არანაკლებ მტკიცე ადამიანებს, არანაკლები ენერგიის მქონე ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ბედისწერითი თვალსაზრისით ასეთები შეიძლება აღმოჩნდეს, თვითონ შეიძლება სულ არ იცოდნენ ამას რაღაცა თანამდებობას, სამსახურს, არაფერს ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ შინაგანად ესეთი მდგომარეობა და მხოლოდ ამგვარი კონფლიქტის შემთხვევაში ხდება ისე, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი გადარჩება ზემოქმედებისაგან. ფიზიკურად შეიძლება ვერა, მაგრამ შინაგანად გადარჩება ზემოქმედებისაგან. აი ესეთი ელემენტი არის მნიშვნელოვანი. თავარი მომენტი, რომელსაც განსაკუთრებით კარგად ეს და განსაკუთრებით სრულყოფილად ესე შეიძლება ითქვას მარკესა გაკეთებული თავის პატრიარქის შემოდგომაში, რის გაკეთებას ცდილობენ დიქტატორები, რის გაკეთებას ცდილობს ადამიანი, რომელიც ამ ტიპის ძალაუფლების ვერტიკალის სათავეშია მოქცეული. მარკესი ამბობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს აქვთ განუწყვეტელი განცდა იმისა, რომ სამყაროში რაღაც არ არის სრულყოფილი და ისინი ცდილობენ იმ სამყაროს სრულყოფას, რომელსაც ეურთიერთობებიან. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს, ხო, პატრიარქს მაგალითად ამ შემთხვევაში, მარკესი მოიხსენიებს როგორც სრულღმერთს დაახლოებით ესე, ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ღვთაებრიობაში და ამ ძალაუფლებას ამგვარად ახორციელებს. უბრალოდ მარკესი ამბობს, რომ სამყარო და ეს სამყაროს ბედნიერება, ამბობს მარკესი, სამყარო თავისი არსით არ არის ერთგვაროვანი, არ არის ცალსახა და შესაბამისად ის თავის თავში ყოველთვის გულისხმობს რაღაც ტიპის გამონაკლისებს, რომლებიც საბოლოო ჯამში დიქტატურას დამარცხებად დაუჯდება. მაგრამ საკუთარი ღვთაებრივი ძალაუფლების განსახორციელებლად და ეს მნიშვნელოვანია და მინდა რომ ამას ყურადღება მივაქციოთ, იმიტომ რომ ეს თემა უგონ სხვა კონტექსტში განხილული აქვს დიდ ბელარუს მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს. ერთადერთი რამის განხორციელებას ცდილობენ ისინი. ისინი ახორციელებენ წესრიგს. წესრიგი არის ამოსავალი წერტილი ამ ტიპის ძალაუფლებებისათვის. აბსოლუტურად ამოსავალი. ამიტომაც არის, რომ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება მე და თქვენ ვიცნობთ მაგალითად, და იმ ადამიანებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდის მიმართ
ასაკის მიუხედავად არა აქ ამ შემთხვევაში ცხადი ასაკს მნიშვნელობა, ერთგვარი ნოსტალგია აწუხებთ ხოლმე თუ დააკვირდებით ეს ადამიანები რაზე აპელირებენ და რას იხსენებენ ყოველთვის, არა? დადებით კონტექსტში ყოველთვის ძალიან იოლად შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ ეს ელემენტი, ეს რაღაც, რასაც ისინი იხსენებენ, სწორედ წესრიგთან, აბსოლუტურ წესრიგთან არის დაკავშირებული. ისინი განუწყვეტლივი მეორები გეითხრიან, აი მე ჯერ კიდე მოვესწარი, მე იმ თაობის ადამიანი, მე ვარ საბჭოთა კავშირის ბოლო თაობა, ესე შეიძლება ითქვას. საგარეო დამოუკიდებელი რო გახდა იმ წელს შევედი სკოლაში, აი ეგრე შეიძლება ითქვას. და ამიტომ კარგად მოვესწარი ადამიანებს, რომლებსაც 90-იანი წლებიდან გამომდინარე შეიძლება ან 2000-იანი წლების დასაწყისიდან ან მერინდელი პერიოდიდან გამომდინარე ეს სენტიმენტები ჰქონდათ და ამაზე ლაპარაკს მაინც და მაინც არ ერიდებოდნენ. ეს სენტიმენტები გამოწვეული იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ახალგაზრდობა თქვა საბჭოთა კავშირში გაატარეს ან ასე შემდეგ, არა, ეს სენტიმენტები გამოწვეული იყო სწორედ წესრიგის მიმართ მათი მიმართებიდან. და ხშირად ამბობდნენ ეგეთ რამეს, რომ აი მაშინ მაგალითად ხო ყველას ჰქონდა სამსახური. მაშინ მაგალითად უნივერსიტეტს რო დაამთავრებდი, სადღაც აუცილებლად გაგანაწილებდნენ. მაშინ მაგალითად იყო რაღაცა გარკვეული წესები, რომელსაც თუ დაიცავდი, შეიძლება არც ისე ცუდად გეცხოვრა. მაგალითად, არ ვიცი, ჩასულიყავი მოსკოვში ან არ ვიცი, არა მოსკოვში და რაღაცა ავეჯი რომელსაც შეხედვა ცოტა შემზარავია ხა დღევანდელი გადასახედიდან რო უყურებ, მაგრამ დახლის ქვეშიდან გეყიდა, ან კიდევ უამრავი რამე შეიძლებოდა გაგეკეთებინა. მაგრამ ამისთვის იყო ეს ყველაფერი ხორციელდებოდა წესრიგის კონტექსტში. შეიძლება ეს წესრიგი თავისთავად საშინელი იყოს, შეიძლება ადამიანის უფლებებს არც ერთი წამით არ ითვალისწინებდა, არც თავისუფლებებს არ ითვალისწინებდა, არაფერს არ ითვალისწინებდა, მაგრამ სამაგიეროდ წესრიგი იყო. და სანამ წესრიგი იყო, ადამიანების უდიდეს უმრავლესობას, ამბობს მარკესი, ურჩევნია ზოოპარკში იცხოვროს, მოწესრიგებულ ზოოპარკში იცხოვროს, ვიდრე თავისუფალი ნების არსებობა გაიაზროს და თქვათ მას მიყვეს, თუ ესე შეიძლება ითქვას. რა შეიძლება დაუპირისპირდეს წესრიგს, როგორც ესეთი, ხო? დიქტატორული ლიტერატურა ორი ტიპის დაპირისპირებას გამოყოფს. ეგრეთ წოდებული სოციალური თავისუფლების იდეას, რომელიც სხვა კონტექსტშიც ხშირად გამოიხატება ხოლმე განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ დიქტატორული რომანებისთვის კიდევ უფრო მეტად დამახასიათებელია. ეს სოციალური თავისუფლება, ეს არის თავისუფლების განცდა, რომელიც წარმოიშობა სისტემასთან წინააღმდეგობის დროს. აი დაახლოებით ესე. და აქ არის ესეთი დაშვება, რომ ადამიანი, რომელიც ამ სოციალურ წინააღმდეგობას ახორციელებს, იქამ არ აქვს მნიშვნელობა აგებს, იგებს და მარცხდა მოკვდა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იქამდე არის თავისუფალი, სანამ საკუთარ წინააღმდეგობას ახორციელებს. აი ზუსტად პროცესუალურად არის თავისუფალი. ამიტომაც აქ გამოიყოფა ორი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი ელემენტი ეს არის ეგრეთ წოდებული აჯანყებული თავისუფლება, რომელსაც ამერიკულ ლიტერატურაში უფრო მეტად შეხვდებით, იმიტომ რომ ამერიკულ ლიტერატურას უყვარს, ასე ვთქვათ, ეს მოცემულობა და იგულისხმება მოცემულობა, როდესაც ძალაუფლების ვერტიკალისაგან შევიწროებული ადამიანი აქტიურ პირდაპირ კონფრონტაციაში შედის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგესთან. ყველაზე ცნობილი მაგალითი ამ თვალსაზრისით, ხა ეს დიქტატორული რომანი არ არის ცხადია, მაგრამ ყველაზე ცნობილი მაგალითი ამ შემთხვევაში არის კენკიზის რომანი და მაკმეფის პერსონაჟი, ეს გუგლის ვუდის ცნობილი ესე იგი პერსონაჟი, რომელიც პირდაპირ კონფრონტაციაში შედის საგიჟეთის ხელმძღვანელობასთან. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დიქტატორულ რომანებში ძალიან ხშირად შეხვდებით კლაუსტროფობიულ სივრცეებს და ეს კლაუსტროფობიული, ანუ ხშირად არის ხოლმე რომ მეტაფორით როცა სივრცითი მეტაფორით როცა გამოიხატება დიქტატორული საზოგადოება და ხელისუფლება, ხშირად არის ხოლმე რომ ამ ტიპის სივრცეები აუცილებლად არის ციხეები, აუცილებლად არის საგიჟეთები, აუცილებლად არის გარკვეული პანსიონები, აი მაგალითად სკოლა პანსიონები, დიახ, აი მაგალითად ლიოსა თავის რომანში ქალაქი და ძაღლები სწორედ ამ ხერხს იყენებს, ხო? როდესაც ის თქვა სამხედრო სკოლა პანსიონში მეტაფორულად გაათამაშებს იმ ისტორიას, რომელიც მისი აზრით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია და მეორე პოზიცია, ესე შეიძლება ითქვას, ეგრეთ წოდებული იზოლაციონისტური თავისუფლება.
იზოლაციონისტური თავისუფლება გულისხმობს რას? როდესაც ამ ტიპის სამყაროში აღმოჩენილი ადამიანი, როგორც წესი, გარკვეული ინტელექტუალური ბუნების მქონე ან სახელოვნებო ბუნების მქონე პერსონაჟებს გამოყოფენ ხოლმე ავტორები ამ თვალსაზრისით, ეს ადამიანი უარს ამბობს, თუ შეიძლება ესე ითქვას, უარს ამბობს პირდაპირ აშკარა დაპირისპირებაზე ხელისუფლებასთან და გადადის იზოლაციაში თვითონ და თავისით ადგენს, ასე ვთქვათ, საზღვრებს, სად შეიძლება გადიოდეს მისი პირადი თავისუფლების ზღვარი. ამისი კარგი მაგალითი არის მილან კუნდერას რომანი, ჩვენში ნაკლებად არის კუნდერა როგორც პოლიტიკური მწერალი ცნობილი, მაგრამ მას აქვს ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ჩვენი სივრცისთვის, ჩვენ საქართველოსთვის საკმაოდ ტიპური ტექსტები, როცა ის აღწერს ჩეხურ საზოგადოებას, როგორც საბჭოთა ჩეხურ საზოგადოებას, ისე პოსტსაბჭოთა ჩეხურ საზოგადოებას და მისი აი ეს ცნობილი რომანი ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, სადაც მთავარი გმირი ამ შემთხვევაში ტომაში განასახიერებს სწორედ ამ ტიპის იზოლაციონისტურ დამოკიდებულებას, როდესაც ის უარს ამბობს ერთ-ერთ ჯერზე, როცა უბრალოდ მობეზდება, აი ესე არის ტექსტში, უარს ამბობს თქვათ იქ დოკუმენტის ხელმოწერაზე, გადაწყვეტს რომ ექიმი აღარ უნდა იყოს და მიდის ასე ვთქვათ სამსახურიდან და იმის ნაცვლად რომ ვთქვათ თავისი საქმიანობა გააგრძელოს, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა, გადაწყვეტს რომ ფანჯრები წმინდოს, იმიტომ რომ იმ საზოგადოებაში, ინფორმაციაში ჩვეულებრივად ცხოვრების გაგრძელება მას არ შეუძლია. ამისი ყველაზე უფრო ჩემთვის მე ცოტა სენტიმენტალური ადამიანი ვარ და ჩემთვის ყველაზე უფრო ძნობიარე ეპიზოდი აქვს დაწერილი ისევ გაბრიელ გარსია მარკეს თავის არაჩვეულებრივ წიგნში მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში. მე ვიძახი რომ ეს წიგნი ყველა ქართველს უნდა კონდეს წაკითხული. ეს არის მისი ჩანაწერები, ესეთი დოკუმენტური ასე ვთქვათ, ჩანაწერები, როდესაც გერმანიიდან მოსკოვამდე მან მატარებლით ასე ვთქვათ იმგზავრა. ის დაპატიჟებული იყო როგორც მემარცხენე გაზეთის ჟურნალისტი, ესე შეიძლება ითქვას, ხებთან ერთად თელი მსოფლიოდან იყვნენ ჟურნალისტები და მარკესიც მათ შორის და მარკესმა თავის მოგონებებში აღწერა გზა, რომელიც გაიარა მოსკოვამდე. სხვა შორის ძალიან მიყვარს მისი სათაური იმ ეპიზოდის ამ ტექსტში არის ესეთი ეპიზოდი, როცა მოსკოვში ჩავა უკვე და იქ აღწერს ამ გადასარევის სათაური აქვს ამ ეპიზოდს, ეგრე ქვია მოსკოვი როგორც დიდი სოფელი. ზუსტად ესე ქვია სიტყვასიტყვით და იქ გზაში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც მეგობრებთან ერთად ბარში აღმოჩნდება, რუსეთში არ ხდება, ჯერ კიდე აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, ბარში აღმოჩნდება მარკესი და ბარში არის ესეთი სიტუაცია, რომ ვიღაცები ცეკვავენ, ვიღაცები სვამენ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და იქ არის ვიღაცა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცეკვავს. მარკეს ძალიან გაუკვირდება ამ ქალის ჩაცმულობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ეს გუგრილი არ იყო ქალების მიმართ, ზოგადად ახლა გავიგე ის ლეგენდები ცოლის სიყვარულზე, მაგრამ არ იყო გუგრილი, რა გავაკეთოთ და იქ არის ესე რომ ამ კალს რო უყურებ ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ქალი იყო, უბრალოდ ვერაფერ ვხვდებოდი რატო ეცვა ისე როგორც ეცვა და საქმე ისაა რომ ამ კალს ეცვა დახეული კოლგოტები და არავით არის საჭიროება ამის ჩაცმისა, იქ არ არსებობდა რა ვიცი არაფერი არც გარემო, მით უმეტეს დახეულის არავით არ არსებობდა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ნეილონის კოლგოტები, არ ვიცი ეს რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი თემა, მე-20 საუკუნის 40-იან 50-იან წლებში ვისაც არ დაეზარა, ყველა ავტორი აღნიშნავს ამას, რომ ეს არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი ცივილიზაციისა, თუ ეგრე შეიძლება ითქვას, კაპიტალისტური ესე ვთქვათ ცივილიზაციისა და იქ არის რომ საბჭოთა კავშირის სერიოზული სახით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი სერიოზული სახით ებრძვის ნეილონის კოლგოტებს, როგორც დასავლური იმპერიალიზმის გადმონაშთს და მათი გაყიდვა იგრძალება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე მარკესი ამბობს, რომ მე გვიან მივხვდი რატო ეცვა ამ ქალს ეს ნეილონის კოლგოტები, იმიტომ რომ ახლის ყიდვა როგორც ჩანს შეუძლებელი იყო ქალაქში და შესაბამისად ეს ქალი აი ამ თავისი დახეული ხელწინდებით, ქართულად რო ვთქვათ, გამოხატავდა პროტესტს იმ ხელისუფლების მიმართ და იმ სიტუაციის მიმართ, რომელიც კონკრეტულად იმ მომენტში მის სამშობლოში იყო.
როგორც წესია ეს რაღაცა იზოლაციონისტური თავისუფლების ზღვარი ძალიან ზედაპირული კი არა და ძალიან ეფემერულია ხოლმე და მისი გადალახვა ყოველ წამს შეუძლია ხელისუფლებას. უბრალოდ ადამიანები ამ ხერხს მიმართავენ იმიტომ რომ არ წაიშალონ, არ გაქრნენ როგორც პიროვნებები. სინამდვილეში ჩვენ ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი ტექსტი, რომელსაც თავისებურად ვკითხულობთ, მოდი ესე ვთქვათ, ეს არის გურამ დოჩანაშვილის ცნობილი მოთხრობა, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. ზუსტად იგივე ხერხი აქვს გამოყენებული ამ შემთხვევაში, ჩვენთან როგორც წესი არის ხოლმე, რომ აი კაცი უნდა დაიჭირო და წიგნი ისე აკითხო და რა კარგი იქნება თუ ამას ვიზამთ, ხო? მე მახსოვს გადაცემაც იყო, მე მომესწრო ესეთი გადაცემა, ისე რა ქვია, რაღაცა საკანი თუ რაღაცა ხო, კარცერ ლუქსი ერქვა და იქ სერიოზული სახით ლაპარაკობდა ხალხი, რომ აი ლიტერატურის კითხვა რა კარგია თურმე. საქმე ის არის, რომ ეს სცენა, რომელიც იქ თამაშდება, ერთი შეხედვით გულუბრყვილო სცენა, როდესაც ვიღაც ადამიანი რაღაც მეცნიერ თანამშრომელი, ხო, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი მოდის იქ და რაღაც გამოკითხვას ატარებს, თუ მის კითხვებს დაუკვირდებით. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ესეთი კითხვებია, როგორ გითხრათ, ჩვეულებრივი აი ტელეფონზე რომ რაღაცა ოპერატორი დაგირეკავს და გეტყვის რომ აი სარეკლამო კამპანია უნდა დავგეგმოთ და შენ რაღაცა ესე იგი თავისუფალ დროს როგორ ატარებს. სინამდვილეში როცა დოჩანაშვილი ამ ტექსტს წერს, იქ ამას სულ სხვა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ანუ ადამიანს მაშინაც არ შეუძლია იყოს ისე როგორც მას მოუნდება, როცა სახში ზის. იმიტომ რომ გეკითხები სულ ესეთია, ხო, რასაკეთებ თავისუფალ დროს. რამდენად კმაყოფილი ხართ იმ სოციალური პრობლემების, იმ სოციალური პირობებით, რომელშიც ხართ. ხო, დღეს ეს ჩვეულებრივი კითხვებია, მაშინ ეს არ არის ჩვეულებრივი კითხვები, ხო? ისევე როგორც აი რა გაცვიათ, ჩვენთვის არის რომ ნუ რასასაცილოა ის პასუხი, რომელსაც თავარი გმირი ცემს, ხო, რაღაცა ფართხუნაშარვალი დიდი ჯიბეები. სინამდვილეში იმ პერიოდში ვისაც ეს მოესწრო, იქ იცის რომ ეს არის რეალურად ეს არის პროტესტი იმ საბჭოთა ჩაცმულობის მიმართ, როგორც მე მომეს არის 80-იან წლებში მამაკაცები ახლა ვიღაცა წვერს რო ატარებს, ეს პოლიტიკური პროტესტი არ არის და 80-იან წლების ფოტოებში მამაკაცები წვერს რო ატარებენ, ეს სულ სხვა მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენაა დაახლოებით. ესე შეგვიძლია ვთქვა. აი იგაც როცა ლაპარაკი არის რომ სინამდვილეში ეს არის ირონია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი ციხეში ვზივართ, უბრალოდ მე თავისუფლებაზე წიგნებს ვკითხულობ და აი ერთი ვნახოთ რამდენ ხანს გაძლებთ თუ მაინც და მაინც გაძლებაზე მიდგება საქმე. ამიტომაც არის რომ აი ეს ეფემერული ხაზი, როგორც წეგან ვამბობდით, აი ამ იზოლაციონისტური თავისუფლებისა ხშირად გადის დახეულ კალგოტებზე, გადის იმაზე რა ქვია, ექიმის პიჯაკზე, რომელიც შეიძლება თავარამ გმირმა ამ შემთხვევაში ტომაშმა არ გამოიცვალოს ფანჯრების გაწმენდის დროს, ან ფართხუნაშარვალზე, რომელსაც თავარი გმირი ისე იგი რა ქვია, ჩაიცვამს. უბრალოდ აქ არის მეორე მომენტი. ევროპული ლიტერატურისათვის უფრო დამახასიათებელია ესეთი ტენდენცია, როგორც დიქტატორული რომანისტვის, ისე ზოგადად პოლიტიკური რომანისტვის, რომ ერთი კაცის დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან აშკარა დაპირისპირება დამარცხებისთვის, სიკვდილისთვის არის განწირული. ამიტომ ევროპული ლიტერატურა უფრო გულშემატკივრობს, ყოველ შემთხვევაში 50-იანი, 60-იანი წლებისა უფრო მეტად გულშემატკივრობს სწორედ ამ იზოლაციონისტურ ფორმას, რომ შენ საკუთარი ადამიანურობა გადაარჩინო და ნუ დანარჩენი რაც მოხდება. მაშინ როდესაც თქვა ამერიკული ლიტერატურა პირიქით აკეთებს ამას და ის ამბობს რომ არა, იზოლაციონისტური თავისუფლება არ იქნება სწორი და არ იქნება სამართლიანი იყოს თავისუფლებისთვის ბრძოლის საბოლოო ეტაპი. ანუ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს რელევანტური, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს პატივისცემის ღირსი, თუ საბოლოო სახით ის აჯანყებული თავისუფლების ფორმაში გადაიზრდება. აი მაგალითად აი ეს ცნობილი პერსონაჟი, თქვა ინდიელი ბელადისა, რომელიც თავიდან სწორედ ამ ხერხს იზოლაციონისტურ თავისუფლებას მიმართავს და იქ აჩვენებს ხალხს თავს, რომ თითქოს ყრუარი და მუნჯეა და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ისე აგრძელებს რომანს, როგორც აგრძელებს, ხო? ესე შეგვიძლია ვთქვა. და რაღაცა გაამტრევს კედელს, გაიქცევა და მე მექსიკელ ტაქსისტთან ლაპარაკობენ იმის შესახებ, როგორ შეიძლება დაბრუნდეს, ასე ვთქვათ, წარსულში, ხო? აი ამ ფორმით სწორედ. საქმე ის არის, რომ ქართულ ლიტერატურაში, ვთქვათ, ჩვენ მართალია ქართულ ლიტერატურაში ბევრი ნაწარმოები ესე პოლიტიკური შინაარსისა, პირდაპირ თვალსაზრისით პოლიტიკური შინაარსისა არა გვაქვს, თუმცა რამდენიმე მათგანი ნამდვილად გვაქვს, ხო? ეს ჯერ კიდევ 20-იან 30-იან წლებში, როცა ვთქვათ, რობაქიძე დაწერს ჩაკლუნას, რა ქვია, ხო, ჩაკლულ სულს, ეს ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ პოლიტიკური ტექსტი, ესე
პირდაპირი აზრით პოლიტიკური ტექსტია ქართული ლიტერატურისათვის, ისევე როგორც მეტაფორული აზრით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვა გამსახურდიას მთვარის მოტაცება ზუსტად იგივე კონტექსტში, როცა ის უპირისპირდება. თუმცა გულწრფელად გითხრათ, აი გამსახურდიაზე რადგან ჩამოვარდა ლაპარაკი, მისი ირონიული, შეფარული პოლიტიკური წინააღმდეგობები უფრო ხშირად ხდება ხოლმე თვალში. გახსოვთ ჩვენში ეხა აღარ არის ცნობილი, მე ჯერ კიდე სწავლობდი ამ ტექსტს, ეს არის რა ქვია, ვაზის ყვავილობა იყო ესეთი წიგნია რა და ხო, ვახტანგ კორინთელი. და იქ ეს ტექსტი გასაგებია რაღაც კოლექტივიზაციაზე და კახეთის მიწების ათვისებაზე და ასე შემდეგ, ესე თავისუფლად შეიძლება წაიკითხოს ადამიანმა, თუმცა იქ არის ისეთი მწარე ისინი შენიშვნები, ასე ვთქვათ, ავტორის მხრიდან, მაგალითად, იქ არის ცნობილი დიალოგი ვახტანგ კორინთელსა და მისი ცოლის მამიდებს შორის, როცა ისინი ეუბნებიან, რომ როცა ერთ-ერთი ესეთი პოლიტიკური წაკამათების დროს ვახტანგ კორინთელს ეუბნებიან ესეთ ჩემი აზრით არაჩვეულებრივად და თანამედროვე საქართველოსთვის ძალიან შესაფერის ფრაზას, მე არ მჯერა იმ ადამიანისა, რომელსაც ამერიკული პიჯაკი აცვია, ამერიკული კალმით წერს და ამერიკას აგინებს. და ეს წერია დიდი ხნის წინ, 80 წლის წინ წერია ქართულ ტექსტში, ისევე როგორც იქ გამოყენებული არის ესეთი ისე თუ გახსოვთ, იქ არის ეგეთი სცენა, რომ არის რაღაცა მინდორი გორა, რომელზეც ტრაქტორებმა უნდა ამოძირკვონ მუხის ფესვები, არა, იქ 9 მუხაა და 8 მოთხრილია და აღარ არის და ერთია დარჩენილი და ამ ფესვების ამოგლეჯის დროს აი ტრაქტორებს ემტრევათ კბილანები, ხო? ესეთი ცნობილი სცენა. ეხლა ამას რო კითხულობ, კოლექტივიზაციის რაღაცა ესეთი პროპაგანდისტული ტექსტის დაბეჭდილება შეიძლება დატოვოს, მაგრამ თუ თქვათ გამსახურდიას ბიოგრაფიას გავიხსენებთ, უცებ და გავიხსენებთ სახელს იმ საიდუმლო ბიჭური ორგანიზაციისა, რომელშიც გამსახურდია სკოლაში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს, ესე იგი მონაწილეობდა და გავიხსენებთ, რომ იმ ორგანიზაციასაც 9 მუხა ერქვა, ზუსტად ესე და გავიხსენებთ იქ რატო ქვია იმ ადგილს და ის ერთი მუხა რატო დგას ჯერ კიდე და 8 აღარ დგას, ხო? სინამდვილეში ტექსტი აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას იძენს და იძენს ეგეთ მნიშვნელობას, რომ ქართველი ავტორი წერს, რომ გავიგერო ჩვენ ფესვებს გვაცლით, ჩემ ბატონო, მაგრამ მე ესე იგი ჯერ კიდე ცოცხალი ვარ და ამ ფესვების მოთხრა ეგრე იოლი არ იქნება და თქვენი ტრაქტორების კბილანები დაიმსხრევა, ასე ვთქვათ, ამ იმაზე. სხვა შორის აქვე მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ სულ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა გადასარევი, აი ფანტასტიკური წიგნი, ეს არის ანა ემილია ესკურის წიგნი „აღმა მდინარის წინააღმდეგ“. სახელი და გვარი ქართულად არ ჟღერს, მაგრამ ეს ქართველი ქალბატონის დაწერილი ტექსტია, უბრალოდ წარმოშობით ფინელი და მთელი ცხოვრება საქართველოში ნაცხოვრები ქალბატონის, ესეთი საინტერესო ეს არის ტექსტი, ეს არის ქართულ ლიტერატურაში ყოველთვის ჩემთვის ცნობილი წიგნებიდან ერთადერთი, რომელშიც მოყოლილია ქალთა გადასახლების შესახებ საბჭოთა კავშირის მიერ და აღწერილია მთელი ეს აი რო წარმოვიდგინოთ, მასში აღწერილია საბჭოთა კავშირის 20-იანი წლები, 30-იანი წლების დასაწყისი, მძიმე რეპრესიები, დახვრეტები, დაჭერები და ასე შემდეგ და მერე უკვე 40-იან წლებში, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ლაგერებში ამ ქალების ყოფა, როგორ ცხოვრობდნენ იქ, რა პრობლემები იყო, საშინელი ტექსტი ამ თვალსაზრისით და საინტერესო ძალიან, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი, ეს ქალბატონი წარმოშობით ფინელი იყო, მე მეორე ქმარი ქართველი ყავდა, შესაბამისად საქართველოსთან ისეთი ახლო კავშირი ჰქონდა და რომ გადასახლებიდან რო დაბრუნდა, მთელი ცხოვრება ისევ საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, მათ შორის როგორც მე მახსოვს უცხო ენათა ინსტიტუტშიც მუშაობდა, მაგრამ და ჩუმად დაწერა ეს წიგნი, ჩუმად გაიტანა სხვათა შორის საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ და ჩუმად დაიბეჭდა ფინურ ენაზე 80-იანი წლების დასაწყისის ფინეთში. უბრალოდ ახლახანს ითარგმნა ბატონო „აღმა მდინარის წინააღმდეგ“, ეგრე ქვია და ეხლახანს ითარგმნა ქართულად და ძალიან საინტერესო ტექსტია ბევრი თვალსაზრისით. დაახლოებით ესე შეგვიძლია ვთქვათ. მე მგონია, რომ ცოტა ხანს კიდე თუ გაგრძელდება და თუ არ გაგრძელდება მაინც ქართული ლიტერატურა, ისეთი ჩვენ სულ ამბობთ ხოლმე ფილოლოგები, რომ ქართული ლიტერატურა ღარიბია პოლიტიკური ლიტერატურით, განსაკუთრებით თანამედროვე, ესე იგი
პოლიტიკური ლიტერატურით ბევრი ტექსტი ნამდვილად არ აქვს ესეთი მეტი სასურველია რომ კონდეს, მაგრამ ცოტა ხანი თუ გაგრძელდება ის მდგომარეობა რომელშიც ვართ, მე მგონი რომ ქართველი მწერლები მაგ პრობლემასაც ესე იგი ესე იოლად მიხედავენ, უნდათ თუ არ უნდათ, მაინც მიხედავენ, ხო? და აუცილებლად ეხა ჩვენი იმის ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბესო სოლომონაშვილის, ასევე თანამედროვე ქართველი მწერლის ტექსტი ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა, რომელიც პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ლიტერატურაში და დიქტატორულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და მნიშვნელოვანი ტექსტია, რომელიც ჯერჯერობით გვაქვს. აი ეგეთი ამბავია, ხალხო, იმედი მაქვს, რომ თავი არ შეგაწყინეთ და განმოსაბეზრებელი არ ვიყავი. ამ ხრივ მეცადე რომ მოკლედ მელაპარაკა, ძალიან არ გამეგრძელებინა. სერიოზულად ძნელია მასზე მოყოლა. მაგაზე ვფიქრობ, სხვათა შორის, როგორ შეიძლება ჩემმა მეგობარმა მწერლებმა, ბევრს ვიცნობ ქართულ მწერალს, როგორ შეიძლება სერიოზული სახით მასზე ტრაგიკული დიქტატორული რომანი დაწეროს. გულწრფელად რო გითხრათ, ყველაზე მეტად აი ესეთი ავტორი მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელიც ჩვენს პატივცემულებს აღწერდა, აი წეგანაც ვახსენე, რომ ეს არის რა ქვია, დიქტატორულ რომანში ძალიან იშვიათად, მაგრამ არის კომედიური ჟანრის, ასე ვთქვათ, დიქტატორული რომანი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი არის, როგორც გითხარით, ლეონ ფოიხტვანგერის რომანი ცრუნერონი. მგონია, რომ ერთი ფოიხტვანგერი არ აწყენდა, იმიტომ რომ სერიოზული სახით როგორ შეიძლება მოიყოლებოდეს იმის შესახებ, რაც ჩვენს თავს ხდება, გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. თუმცა ყველა ავტორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უარესი, აი ეს მინდოდა მეთქვა დიდი მადლობა, რომ გამახსენდა ეხა, ერთ-ერთი ყველაზე უარესი, რაც ამ ტიპის საზოგადოებებს ემართებათ, არის ის, რომ დიქტატურა არ მთავრდება დიქტატორის ჩამოგდებით. აი სწორედ იმ წიგნში, რომელსაც მარკესის ტექსტში, რომელიც ვახსენეთ, აი აღმოსავლეთ მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში, მარკესი სვამს ესეთ შეკითხვას, რომ როდის მთავრდება დიქტატურა. და ამბობს ესეთ რამეს, რომ სინამდვილეში დიქტატურა გაცილებით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე კონკრეტული დიქტატორი და კიდევ უფრო მეტხანს, ვიდრე ისა და არა მხოლოდ მასზე მეტხანს, არამედ იმპერიაზე უფრო მეტხანს ცოცხლობს. იმიტომ რომ ადამიანები, იმიტომ რომ დიქტატორისთვის დამახასიათებელია, რომ სიგიჟე ნორმალური ხდება. და ეს ბუნებრივი მდგომარეობა ხდება. აი მაგალითად ჰერტა მიულერი, რომელიც ალბათ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ლიტერატურის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი ქალია და რომელიც ჩაუშესკუს რუმინეთზე წერს ხშირად და ზოგადად საბჭოთა კავშირზე და უკვე საბჭოელების დაპატიმრებულ და გადასახლებულ გერმანელებზე, აი თავის ფანტასტიკურ წიგნში, რომელსაც ისე დოკუმენტურ ტექსტში, რომელსაც ქვია ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა, იქ აღწერს ერთ ეგეთ სცენას, ქალაქის გიჟის ისტორიას. და ყובה ესე იქ უამრავ საშინელებას ყვება, მაგრამ ეს სცენა ეხა სიტყვა რო არ გაგვიგრძელდეს, არის ეგეთი, რომ ქალაქის ცენტრში, მთავარ მოედანზე ცხოვრობს ვიღაც შეშლილი ქალი. როდის შეიშალა ეს ქალი, არავინ არ იცის, მაგრამ იცის ერთადერთი რამე მთელმა ქალაქმა, რომ ყოველ წელს ეს ქალი არის ფეხმძიმედ. ყოველ წელს ეს ქალი არის ფეხმძიმედ. ვიღაცები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და სერიოზული სახით სამსახურში დადიან, სერიოზული სახით ოჯახები აქვს, ერთმანეთს ესალმებიან და ასე შემდეგ. სინამდვილეში ვიღაც მათგანი ყოველ წელს ამ ქალს აუცილებლად აფეხმძიმებს. მე ხდება ეგეთი უცნაური მოვლენა, რომ ეს ქალი, როდესაც ვთქვათ, მშობიარობის დრო მოუვა, გაქრება ქალაქის ცენტრიდან, სად გაქრება არავინ არ იცის და მერე უკან ბრუნდება. ოღონდ უკვე ცხადია აღარ ფეხმძიმე საქმე ამაშია. და ავტორი სვამს ეგეთ შეკითხვას, რომ ამის აკრძალვას კი არა და ამის პრევენციას რა უნდა? მარტო ჰუმანისტურ კონტექსტში არა. ანუ მარტო იმ კონტექსტში არა, რომ ეს ქალი არ გაუპატიორონ. ჰერტა მიულერი კითხულობს, რომ ამ ქალის მოკლა ხო შეუძლიათ. ვის რაში ჭირდება მათხოვარი ქალი ქალაქის ცენტრში, რომელიც ყოველ წელს ფეხმძიმდება და მთელი ქალაქი ამას უყურებს.
და რაღაცნაირად თითქოს დაუსწრებლად, მაგრამ ამ ამბავში მონაწილეობს. რატო არ კლავენ ამ ქალს? რატო არ ასახლებენ ამ ქალს? რატო არ აშორებენ ქალაქიდან ამ ქალს? და ეტა მიულერი ამბობს, რომ ეს ჭირდებათ იმისთვის, რომ სიგიჟე ნორმალურობა იქცეს, რომ ყველა მიცოდეს, რომ თუ რამეს გაბედავს, თუ რაიმე ნაბიჯს გადადგამს ძალაუფლების ვერტიკალის წინააღმდეგ, აი ეს წერტილი, რომელშიც ის ქალია, იქნება მდგომარეობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდებიან. ის ქალი ამ შემთხვევაში სრულად უნებლიეთ ცხადია, არის ერთგვარი სახე იმისა, როგორ აშინებს და რით აშინებს ხელისუფლება, მათ შორის არაპირდაპირ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ისინი დადიან ბავშვების სკოლაში დაყავთ, ბაღში დაყავთ და ყოველდღე ამ ქალს უყურებენ. ეტა მიულერი ამბობს, რომ იდეა ამაში მდგომარეობს სწორედ, რომ სიგიჟე ნორმალურობა და შესაბამისად, რაც უფრო მეტხანს გრძელდება ეს პროცესი, მით უფრო ძნელია, რომ სამყარო ისე აღიქვა მერე, როგორც ის სინამდვილეში არის და არა იმ დეფორმირებული ფორმით, როგორ რეალობასაც შენ, თქვათ, ხელისუფლება გაჩვევს, რომ უყურო. იმის არის თუ არა, რა ვიცი, რამდენად არის თქვა ეს ფაქტობრივად ყველაზე ცნობილი ქართული რომანი მერვე სიცოცხლე, რომელიც ქართული პერსპექტივიდან დიქტატურას აღწერს. კი, არის ალბათ, ნუ ევროპული გადმოსახედიდან ცხადია, რომ ეს ყველაზე ცნობილი, კი, ყველაზე ცნობილი ტექსტია. უბრალოდ მე მგონია, რომ ეს ტექსტი ქართველი შეიძლება ობიექტური ან რაღაცა სხვა სუბიექტური მიზეზების მერვე სიცოცხლე ნინო ხარატიშვილის ტექსტი. უბრალოდ მე მგონია, რომ ამ ტექსტს ქართველი მკითხველი, ეს ტექსტი ქართველმა მკითხველმა არ შეიყვარა და ვერ შეიყვარებს. დაახლოებით ესე წარმომიდგენია, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, მისი კითხვის დროს ქართულ მკითხველს უფრო ისტორიული, შეიძლება ეს არასწორი შტაბეშტილებაა ქართველი მკითხველისა, მაგრამ უფრო ისტორიული რეალობის კონტექსტი თითქოს მისთვის უფრო თვალშისაცემია, ვიდრე თქვათ მისი რეალური, მისი გადმოტანა, ასე თქვათ, თანამედროვე პოზიციაში და მეტაფორული ჩვენება თქვათ აწმყოსი. მგონია, რომ მაგ ტიპის მეტაფორულობის გასაგებად და აღსაქმელად ჩვენ როგორც საზოგადოება მზად არა ვართ. და გაცილებით უფრო თუ თქვათ ლიტერატურის გავლენაზე გვექნება ლაპარაკი, გაცილებით უფრო ხისტი, გაცილებით უფრო აგრესიული ლიტერატურული ფორმები შეიძლება იყოს საჭირო იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან, დაფიქრდნენ ან დაეჭვდნენ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ცხოვრობენ. სკოლაში ამ კუთხით სკოლაში პირველ რიგში ამ ტიპის ლიტერატურა არ ვიცი რამდენად სკოლისთვის არის გამიზნული, იმიტომ რომ თავისი ფორმით ის +18-ია დაახლოებით ესე შეგვიძლია ვთქვა. თუმცა მე მგონია, რომ აი ჰერტა მიულერის ის ტექსტი და მარკესის ეს დოკუმენტური ტექსტები, მათ შორის მოგონებები, მგონია, რომ მხატვრულ გამონაგონზე უფრო მეტად დოკუმენტური ტექსტები მეტ მნიშვნელობას შეიძენს, მათ შორის ალექსეევიჩის ტექსტებიდან ცალკეული ფრაგმენტები, ისევე როგორც ჰერტა მიულერის ტექსტიდან ცალკეული ფრაგმენტები, იმიტომ რომ ამ ტიპის ტექსტები კარგად იჭრება, ასე ვთქვათ, და თავიდან ბოლომდე ტექსტის სწავლა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვასწავლოთ სკოლაში, ყველა ტექსტი ეს ჯერ კიდე 10 წლის წინ, ყველა ტექსტი, რომელიც ამ ტიპისა ქართული სახელმძღვანელოში იყო, ყველა ტექსტი ამოიღეს 2014 წელს ოფიციალურად ამოიღეს ყველა ამ ტიპის ტექსტი მისაღები გამოცდის პროგრამიდან და არ მოერიდენ ისეთ სახელებს, როგორიც არის მიხეილ ჯავახიშვილი, მისი ლამბალუ და ყაშა ამოიღეს, არ მოერიდენ ისეთ სახელებს, როგორიც არის პაოლო იაშვილი, მისი ლექსები ამოიღეს, არ მოერიდენ ისეთ სახელებს, როგორიც არის კოლაუ ნადირაძე და ჩვენ რო ვიძახით 25 თებერვალი, 11 წელიწადია არავით არის 25 თებერვალი სკოლაში არ ისწავლება. იმიტომ რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო. სულ ყვები ხოლმე, ეხა ბოდიში რო გამიგრძელდა სიტყვა, სულ ყვები ხოლმე, რომ მაინც და მაინც იმისი რა ქვია, ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერგოჩას რატო ვასწავლით სკოლაში? რატო დარჩა ეგ ტექსტი? ყველა მივიცით, ეხა ქართული ვისაც უსწავლებია, ყველა მიცის რატო ვასწავლით ხევისბერგოჩას, იმიტომ რომ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში ეგ არის ერთადერთი ტექსტი, რომელშიც ალექსანდრე ყაზბეგი რუსებს არ აგინებს.
ერთადერთი ტექსტია მთელს მის შემოქმედებაში. დანარჩენი ყველა ტექსტში ალექსანდრე ყაბექთან არის რომ რუსი კლავს, ძარცვავს, აუპატიურებს ჯის საშინელებებში. ეს არის ერთადერთი ტექსტი, სადაც ქართველები ვებრძვით ერთმანეთს. აი რა კარგია და გამოსავალი მოვიდა თან ხატრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტექსტია. ამიტომ ამ ტიპის ლაბარაკზე, მე და შენ ხო მაინც ვიცით რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. მოდით, თორე მე ლაბარაკს ეგრე იოლად არ დავამთავრებ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ. ზოგიერთ ხედავს. გამარჯობა. მოხარულები ვართ რომ გითხრათ, რომ დღეს საპროტესტო აუდიტორიამ გადაწყვიტა, რომ გამომცემლობა ინტელექტენერთან გაათამაშოს წიგნი და გათამაშების პრინციპი ასეთია. წინა კვირას ჩვენ სოციალურ ქსელებში დავაანონსეთ წიგნის გათამაშება და დავდეთ ამ წიგნის სათაური. თუ ვინმეს გახსოვთ, ხელისაწევით მანიშნეთ და პირველი ვინც იქნება, იმას გადაეცემა წიგნი საჩუქრად. გისმენთ? ბოდიში პირველი თქვენ იყავით? ლომა იყო, მაგრამ ნინოს დავუთმობ, იმიტომ რომ პირველი ნინო უთქვა და სწორია და მაშინ საბოლოო ჯამში მეგობრობამ გაიგო. რადგან თქვენ გაქვთ გადმოგცემთ თქვენ და მადლობა რომ ყურადღებით ადევნებთ ჩვენს სოციალურ ქსელებს თვალს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო კიდევ ერთხელ. ჩვენ ვართ პროტესტში, მეგობრებო. ეს პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ გამარჯვება არ დადგება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. მადლობა ცეცხლი ოლიგარქია.